ჩემო ძვირფასებო და როსკუთხე ვინც არ იცის და როსკუთხიდან ზეხართ, უბრალოდ ეს არის უკვე ნივთები, რომელიც იგზავნება სახლის გასაწმენდი სანთლები, რომელიც არის ჩემს მიერ დამზადებული და ესე გამოიყურება, ის უბრალოდ შეფუთულია, რა თქმა უნდა, შავი ფერის არის, აი აქ ჩანს მთლიანად. და რა თქმა უნდა, ბარაქის სანთლები ეს უბრალოდ ბრუწეულის ნიშნები არის გამოსახული. ესეთი ბარაქის სურვილების სანთელი ყვავილი, რომელიც შეგიძლიათ დაანთოთ, უნდა დაანთოთ ეს, რა თქმა უნდა. ესენი ყველაფერი უნდა დაანთოთ, როცა საჭირო იქნება. რა თქმა უნდა, სამაჯურები, ასეც ყვახი სურვილებისთვის არის, საყურებლად არ არის და რა თქმა უნდა, სამაჯურები. აქ ბევრი არის ახლა დაკრობილი და საჩუქრადაც მაშვება, რა ქვია, დებ სამაჯურებს, რომელსაც ძალიან ბევრი არის. ჯადოს დასაცავი სამაჯური, ასევე კულონები, თილისმა ეს არის დამცავი, გამიცოდეთ. და რა თქმა უნდა, ეთერზეთები. ყოველთვის ისე გეუბნებით, არაფერს არ გაჩვენებთ და რა თქმა უნდა, ეს ეთერზეთები საკმაოდ დიდი არის და როგორ არის, დიდი ხანი კვარა ადამიანს და სუნით სხვათა შორის გამყოლი აქვს, იმიტომ რომ ნატურალურ ინგრედიენტებზე არის, რა თქმა უნდა, დამზადებული და გამყოლი სუნი აქვს. მაგრამ ყოფნის კიდეც ესენ ყველაფერი არის გააქტიურებული. ცოტა გადმოვაწყობ. რაც შეეხება ეს თოჯინებს, ეს ბოქსში არ შედის, ძალიან შემიძლია გამოვაცხადო. შეგიძლიათ თქვენ თვითონ შეიძინოთ და იქნება ეს ისე დამზადებული, გარკვეულ პატარა რაღაცა ისე წმენდასავით გაგიკეთებთ და მოხსნის ნეგატივს. რა თქმა უნდა, ესეც ჩემი დამზადებული არის. და მაქვს ასევე პატარა ესეთი ვუდუს თოჯინებიც, სანთლის, რა თქმა უნდა. ციცის მნიშვნელობა შეგიძლიათ ეს გამოიყენოთ, როგორც ასევე ვინც იცის, რა თქმა უნდა, იმათთვის არის დანარჩენი უბრალოდ გრძნობის გასააქტიურებლად, ხო? როგორც აი ესენი მაქვს, შეგახსენებთ. ეს არის უკვე შემდგარ წყვილზე ოღონდ, თქვენ სახელზე უნდა დამზადდეს და აძლიერებს, ანუ თქვენს სიყვარულს, აი ესე ჩახუტებულები რომ იყოთ ერთმანეთის მიმართ. აი ამის სიმბოლოს წარმოადგენს ეს ყველაფერი. თუ რამე მომენტალურად პრობლემები შეიქმნება ურთიერთობაში, იმ შემთხვევაში შეგიძლიათ დაანთოთ ეს, რომ დაალაგდეს და თქვენსკენ წამოვიდეს კიდევ და თქვენს გვერდით იყოს თქვენი რჩეული. აი ესეთი რაღაცეები და მოკლედ ნახოთ დღეს გაშლავისთვის არის.
აქ ასეთ რაღაცას გეტყვით. თქვენ რატომღაც შესაძლებელია დინახოთ. ხო, იცით რა არის? აქ რჩევის სახით მოგცემდით ესეთ რჩევას. ამ ყველაფერს თქვენ რაც გინდათ ამ წუთში დავუშვათ ან იდეაში გაქვთ, დრო სჭირდება. შეიძლება აქ აღდგენაზე იყოს რამეზე საუბარი. თუნდაც ენერგიის, თუნდაც რაღაცა საკითხის, ხო? შეიძლება აღდგენაც არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დრო არის ცოტა საჭირო. მე მგონია რომ აქ უნდა გაითვალისწინოთ რაღაც ან საზოგადოების აზრი, ან რაღაც გარემოცვას და უნდა დააკვირდეთ თითქოს. კი ბატონო, აქ მგონია რომ რაღაც თქვენი სხვადასხვა ძალიან ჭკვიანი, მე ვერ ვიტყვი აქ არა ხართ ჭკვიანი და რაღაცა პირიქით, მაგრამ თქვენეული ხედვით განსაზღვრავთ აქ რაღაც საკითხებს. ამიტომ ცოტა გადახედეთ საზოგადოებასაც, ხო? სად ხართ, რომელ ფენაში ხართ, ვინ ტრიალებს თქვენს ირგვლივ. ეგ საკითხი რომ გამოგივიდეთ, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ეს თქვენეული ხედვა, თქვენეული მიდგომა კი ძალიან ჭკვიანი, ყოვლის შემძლე ხართ თქვენ აქ, თუ მოინდომებთ, რა თქმა უნდა, მაგრამ შეიძლება ამ ეტაპზე არ იყოს გამოსადეგი. ნახეთ, ამიტომ ამ რაღაცებს დააკვირდით, ხო? მოდი ასე ვთქვათ, რამე ნივთით რომ გაქვს გასაყიდი, უნდა დააკვირდე სად ხარ. მოდი ასე ვთქვათ. თუ იქ ხალხი არ არის და თქვენ მაღაზიას გახსნით, დავუშვათ ახლა რომელიმე მიყრუებულ სოფელში ჩახვედით და დაფუძნდით და გახსენით მაღაზია. რა თქმა უნდა არ იქნება ესა ვაჭრობა და მოთხოვნა არაფერზე არ იქნება საერთოდ. და თუ იქნება, დავუშვათ თუ 2-3 კაკალი ადამიანი ცხოვრობს, დაინტერესოთ ალბათ რაც იქ საჭირო არის იმ რაც ჭირდებათ, ხო, იმ ნივთებიდან, იმ პროდუქტიდან, იმ რაღაცებით. ამიტომ აი ასეთ რაღაცას გეუბნებით, სად ხართ? გაითვალისწინეთ აი ეს რაღაც რესურსი, ეს თქვენ შეიძლება ძალიან კარგი იდეა, ძალიან კარგი მართლა სხვაგან ამ ყველაფრით მიაღწიოთ ძალიან დიდ წარმატებას, მაგრამ იქ სადაც ხართ ეს არც არაფერი არ არის, ხო? აი ესეთი რაღაცა მიფიქსირდება ხო თქვენს თავზე გადაიტანეთ, ხო, ჭკვიანები მყავხართ აქ. აშკარად ესეთი ქალბატონი მისმენს თანაც ვინც არის, ან თუ მამაკაცი ხართ საკმაოდ ცოტა ცივი, ცოტა კაცრი, მიზანს რო დაისახავს, გააკეთებს თუ გაბრაზდება, შენ გიჩვენს ერთს ამასაც მოაბავს თავს, ხო? და თანაც ამავე დროს ეგ გონება რომ გამჭრიახი აქვს, სწრაფი მოაზროვნე შეიძლება. სწრაფი. ამიტომ ესენი გაითვალისწინეთ, ჩემო კარგებო. და უკვე მომენტალურად მიდიხართ წინსვლისკენ, ხო, მატებისკენ. კი ბატონო და ძალიან კარგი წარმატებაც გექნებათ.
არ არის გამორიცხული, შეიძლება წარსულში რაღაც დაშვებული პატარა შეცდომა იყოს აქ, ამის გამოსწორებაც შესაძლებელია. თუ იმე მაგიურ პრაქტიკებს მიმართავთ, მაშინ შეცდომა გაქვთ დაშვებული, ჩემო კარგებო. თუ კოლეგა და ვინმე ისეთი ხართ, ხო? ან რაღაც იმოქმედეთ, რაღაც არასწორი არის აქ გაკეთებული. და შეიძლება ამიტომაც აღარ გამოგიდით, ხო? მარტო ეგ არ არის, თითქოს როგორ არის, იცი, დაგებლოკად შეიძლება რაღაცა არ გამოვიდა, არ გამოდიოდა, ან არ გამოდის. აქ, როდესაც მაგიურ პრაქტიკებს მოკიდებთ ხელს, მისი გამოსწორების ტექნიკაც უნდა იცოდეთ, ისე არაფერს არ უნდა მოკიდოთ ხელი, რაც არ უნდა უწყინარი იყოს. ვაიმე, ეს რას მიზამს იტყვით და შეიძლება შეცდომა დაუშვათ, ხო? იმ დროს თქვენ რო რაღაცას დაიწყებთ, იმ დროს დარეკოს მობილურმა შეიძლება და უკვე всё ჩათვალეთ, რომ იქ უკვე აღარ იცით რა გააკეთოთ, თავიდან დაიწყოთ, გაჩერდეთ, გააგრძელოთ, როგორ შეწყვიტოთ, თუ რაღაც აქ შეცდომა არის დაშვებული, თუ ვინმე ასეთ რამეს აკეთებთ მაშინ. რასაც ჭირდება გამოსწორება. რა თქმა უნდა, მე ახლა ასე საჯაროდ აიმად მაგის გამოსწორებას და გაითვალისწინეთ ეს ყველაფერი, არ მოგიდოთ ხელი და მიანდეთ პროფესიონალებს. ამიტომ არსებობს პროფესიები, ამიტომ არსებობს პროფესიონალები და ამიტომ არსებობს სხვადასხვა საქმეს საკითხები. ყველა მისი საქმე უნდა აკეთოს. და გამშვიდობებით გისურვებთ წარმატებებს დროებით.